გამარჯობათ, ჩემი სახელია გვანცა. მე ვარ პროფესიით უცხოენების სპეციალისტი, ესპანისტი ძირითადად, ვასწავლი ესპანურს და ინგლისურს. ამ, მაგრამ ასევე დაინტერესებული ვარ ენის პათოლოგიით და გადავწყვიტე შევადგინო ვიდეოები, რომ დავეხმარო ქართველ აფაზიის პაციენტებს. სამწუხაროდ ძალიან ცოტა ინფორმაცია აფაზიაზე, ქართულ ენაზე. მე ინგლისურად ვნახე ბევრი ვიდეოები, წავიკითხე ბევრი ლიტერატურა და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ვიდეოებით რაღაცაში მაინც დავხმარებოდი ქართველ აფაზიის პაციენტებს. იმედია, რომ ეს ჩემი ვიდეოები ცოტათი წაგახალისებთ, გავარჯიშებთ და ესე ნელ-ნელა გადალახავთ ამ ენობრივ დაბრკოლებებს, რაც თქვენ სამწუხაროდ ახლა გაქვთ. ამ გაკვეთილით გავიმეორებთ ბევრ სიტყვებს და ვითამაშებთ ქალაქობანას ვარიანტს. ალბათ თქვენ გახსოვთ ეს თამაში ქალაქობანა, ჩვენ ბავშვობაში ამას ხშირად ვთამაშობდით და დღემდე ძალიან მიყვარს ეს თამაში, იმიტომ რომ ბავშვებს ერთი რამოდენიმე წუთით ან საათით ტელეფონს და კომპიუტერს წყვეტს. მაგრამ ეს ცოტა განსხვავდება და ახლა აგიხსნით როგორ ვითამაშებთ ამ თამაშს. ესე იგი, ყველა სლაიდზე გაქვთ დავალება, რომ დაასახელოთ 3 ან ცხოველი, ან 3 ფრინველი, ან 3 წითელი ფერის ნივთი და ასე შემდეგ. გაქვთ 5 წამი, რომ მოიფიქროთ და 5 წამი რომ დამთავრდება, უნდა გვითხრათ, რომელია თქვენი 3 მაგალითი. ამ თამაშის ამ თამაშს ვთამაშობთ 3 ადამიანი. ახლა გაჩვენებთ შემდეგ სლაიდზე. ესე იგი, პირველად გაქვთ დაასახელეთ 3 ცხოველი. მერე ჩვენ ჩავთავთ საათს. 5 წამი. და 5 წამი რომ დამთავრდება, ერთმანეთს გაუზიარებთ ჩვენ პასუხებს. ესე იგი, აქ 3 მოთამაშეა: ანა, ნიკო და დაჩი. ყავს 3 მოთამაშე. აბა ვნახოთ რა დაწერა ანამ. ანამ დაწერა ძაღლი, ცხვარი და ბეკეკა. ნიკომ დაწერა ძაღლი, კატა და თევზი და დაჩიმ დაწერა ძაღლი, კატა და ცხენი. ეხლა ქულებზე უნდა გესაუბროთ, როგორ იღებს თითო მოთამაშე ქულას. თუ სხვა მოთამაშესაც აქვს ნათქვამი იგივე სიტყვა, რაც თქვენ თქვით, ესე იგი იმ სიტყვაში ქულას ვერ მიიღებთ. აბა ვნახოთ ეს მაგალითი. ანა ძაღლი თქვა, ასევე ძაღლი თქვა ნიკომაც და დაჩიმაც, ასე რომ ანას ამაში არ ეკუთვნის ქულა არც ნიკოს და არც დაჩის. ცხვარი სხვას არავის არ აქვს ნათქვამი, ბეკეკაც არავის არ აქვს ნათქვამი, ასე რომ ანა ეკუთვნის 2 ქულა ამ პირველ თამაშში. ნიკომ თქვა ასევე კატა, აღმოჩნდა რომ დაჩისაც კატა აქვს დაწერილი. ამაში ნიკო ქულას ვერ მიიღებს და ნიკოს აქვს თევზი, რომელიც არავის სხვას არ აქვს ნათქვამი და დაჩის ასევე აქვს ცხენი, რომელიც სხვას არავის არ აქვს ნათქვამი. ესე იგი, ესე განაწილდება ქულები. ანას აქვს 2, ნიკოს 1 და დაჩისაც 1 ქულა. თქვენ ალბათ თუ ჩამოწერეთ თქვენი სიტყვები, ალბათ შეიძლება რომ ამ 3-დან 1 მაინც დაემთხვა ჩვენ სიტყვას. თუ გინდათ გვეთამაშეთ და წაშალეთ ხოლმე თქვენი სიტყვებით და ვნახოთ ბოლო ჯამში ვინ მოიგებს, თქვენ თუ ერთ-ერთი ჩვენი მოთამაშე. მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ამ თამაშის არის ის, რომ ჩვენ გავიმეოროთ სიტყვები და ეს სიტყვები, როცა დაჯგუფებულია თემატურად, ეს უფრო ტვინს ასოცირებას უქმნის და უფრო ადვილად ამახსოვრებს ამ სიტყვებს. აბა გავიმეოროთ, ეს რა ცხოველია? ძაღლი, მართალია, ეს ანამ რა ცხოველი დაწერა? ცხვარი.
ეს არის კატა, კატა. ეს იყო თევზი, თევზი და დაჩიმ დაწერა განსხვავებული სიტყვა ცხენი, ცხენი. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე. დაასახელეთ 3 ხილი და გაქვთ 5 წამი, რომ მოიფიქროთ 3 მაგალითი. თუ გინდათ ჩაიწერეთ როლში, ან თუ გინდათ ისე იფიქრეთ ამ 3 მაგალითზე, კარგი იქნებოდა თუ ხმამაღლა წარმოთქვამდით ამ 3 სიტყვას. აბა დავიწყოთ, 5 წამი გაქვთ. სამი ხილი. ანამ დაწერა ვაშლი, ბანანი და მსხალი. ნიკომ დაწერა ვაშლი, ატამი, ქლიავი და დაჩიმ დაწერა მარწყვი, ყურძენი, საზამთრო. თქვენ რა დაწერეთ? დაემთხვა რომელიმე თქვენი სიტყვა ამ მაგალითებს. აბა ეხლა ვნახოთ რა ქულებს მიიღებენ ეს ჩვენი მოთამაშეები. ვაშლი, ნიკომაც ვაშლი დაწერა, ასე რომ არ მიიღებენ ქულას. ბანანი, სხვას არავის არ აქვს ბანანი და მსხალი. ესე იგი 2 ქულა ანას. ნიკოს ატამი, ქლიავი, ასევე არავის არ აქვს და დაჩის აქვს მარწყვი, ყურძენი, საზამთრო. ესე იგი სამივე დაჩის მაგალითი სხვას არ აქვს გამოყენებული. ესე იგი დაჩის ეკუთვნის 3 ქულა. აბა გავიმეოროთ ეს სიტყვები. ვაშლი, ვაშლი, ბანანი, ბანანი, მსხალი, მსხალი, ატამი, ატამი, ქლიავი, ქლიავი, მარწყვი, მარწყვი, ყურძენი, ყურძენი, საზამთრო, საზამთრო. ეს ყველანი არიან ხილის ოჯახში შედის ეს ყველა მაგალითი. გავაგრძელოთ შემდეგი კატეგორია. ყვითელი ფერის. რა არის ყვითელი ფერის? მოიყვანე 3 მაგალითი. ყვითელი ფერის. ვნახოთ რა დაწერეს ანამ და ნიკომ და დაჩიმ. ანამ დაწერა მზე, ლიმონი და გვირილა. გვირილა თეთრი ყვავილია, მაგრამ ეტყობა ფიქრამ გვირილას გულში, რომ ყვითელი ფერი აქვს. ნიკომ დაწერა ლიმონი, კარაქი, ბანანი და დაჩიმ დაწერა ასევე ლიმონი, კვერცხის გული და ბანანი. ეხლა ქულებს გადავხედოთ. ლიმონი აქვს ნათქვამი ანას, ნიკოს და დაჩის სამივეს, ლიმონი და ბანანი, ნიკომაც თქვა და დაჩიმაც, ბანანი. ასე რომ ანამ ამ თამაში მოიგო 2 ქულა, ნიკომ 1 და დაჩიმაც 1. აბა გავიხსენოთ ეს ყველა ყვითელი ფერის საგანი, ან ყვითელი, რა არის ყვითელი? ყვითელი არის მზე, მზე, გაიმეორეთ, მზე. ყვითელია ლიმონი, ლიმონი. ყვითელია გვირილა,
გვირილა, ყვითელია, კარაქი, კარაქი, ბანანი, ბანანი და კვერცხის გული, კვერცხის გული. ეხლა შევაჯამოთ აბა ქულები, ჯერჯერობით იგებს ანა, ანას აქვს 6 ქულა, ნიკოს აქვს 4 და დაჩის აქვს 5 ქულა. გავაგრძელოთ. დაასახელეს 3 მრგვალი საგანი. აბა ჯერ დავითვალოთ 5-მდე. ანამ დაწერა ბურთი, ფორთოხალი, ბეჭედი. ნიკოს მაგალითებია მზე, ბურთი, საზამთრო, დაჩის საათი, ბორბალი, ბურთი. აბა ეხლა ვნახოთ რა ქულები დაეწერება თითოეულ მოთამაშეს. ანამ თქვა ბურთი, ბურთი, ნიკომაც თქვა ბურთი და დაჩემაც ბურთი, გვალია ბურთი, ფორთოხალი, არავის არ აქვს ნათქვამი და ბეჭედიც. ნიკომ თქვა მზე და საზამთრო, რაც არავის არ აქვს ნათქვამი და დაჩემს საათი და ბორბალი. თითოეული ღებულობს 2 ქულას ამ ტურში. დავასახელოთ მგვალი ნივთები. გაიმეორეთ ბურთი, ბურთი, ფორთოხალი, ფორთოხალი, ბეჭედი, ბეჭედი, მზე, მზე, საზამთრო, საზამთრო, საათი, საათი და ბორბალი, ბორბალი. ესე იგი ამ ყველა ნივთს აერთიანებს ის, რომ ყველა არის მგვალი. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე. აქ უნდა დაასახელოთ 3 ტრანსპორტის საშუალება. 3 ტრანსპორტის საშუალება. ანამ დაწერა ტრამვაი, ავტობუსი და მარშრუტკა. ნიკომ მანქანა, ავტობუსი და ველოსიპედი და დაჩიმ მანქანა, მატარებელი და მეტრო. ტრამვაი მეც არავის არ აქვს ნახსენები. ისე ტრამვაი უკვე აღარც დადის, მგონი საქართველოში აღარც არსებობს მაგ ტრანსპორტის საშუალება სამწუხაროდ. ავტობუსი, ავტობუსი. ნიკოსაც აქვს ნახსენები ეს სიტყვა და ანამ თქვა ასევე მარშრუტკა, ანუ სამარშრუტო ტაქსი, მარშრუტკა. ნიკოს მაგალითი აქვს მანქანა, მანქანა, ასევე დაჩის მანქანა და ველოსიპედი, ველოსიპედი. დაჩის მატარებელი, მატარებელი და მეტრო, მეტრო. აბა გადავხედოთ ამ სურათებს და დავასახელოთ. ეს რა არის? ტრამვაი, ტრამვაი. ეს
ავტობუსი, ავტობუსი. მარშრუტკა, მარშრუტკა. მანქანა, მანქანა. ველოსიპედი, ველოსიპედი. მატარებელი, მატარებელი. და ბოლოს მეტრო, მეტრო. გადავიდეთ შემდეგ მაგალითზე, მაგრამ ჯერ თავიდან დავწეროთ ქულები, ანას 2, ნიკოს 1, დაჩის 2. შევაჯამოთ, ესე იგი, გამოდის, რომ ანას დააგროვილი აქვს 10 ქულა, ნიკოს 7, დაჩის 9. ესე იგი, ანა ჯერჯერობით იგებს. დაასახელეთ 3 სახეობის სპორტი. 3 სახეობის სპორტი. 3 სახეობის სპორტი. ანას უწერია ჩოგბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, კალათბურთი და ფეხბურთი, ფეხბურთი. ნიკოს უწერია ჩოგბურთი, ფეხბურთი და ჰოკეი, ჰოკეი. დაჩის მაგალითებია კალათბურთი, ფეხბურთი და ფრენბურთი. აბა ქულებს შევხედოთ. ჩოგბურთი, ჩოგბურთი, წაიშალა. კალათბურთი, კალათბურთი, წაიშალა. ფეხბურთი, ფეხბურთი, ფეხბურთი. სამივე ადამიანმა, სამივე მოთამაშემ ახსენა სიტყვა სპორტი ფეხბურთი. ესე იგი, ანას 0, ამ ტურში ნიკოს 1 და დაჩისაც 1. ხო, დავასახელოთ ეს სხვადასხვა სპორტი. ჩოგბურთი, ჩოგბურთი. კალათბურთი, კალათბურთი. ფეხბურთი, ფეხბურთი. ფრენბურთი, ფრენბურთი. და ჰოკეი, ჰოკეი. დაასახელეთ 3 რძის პროდუქტი. 5 წამი გაქვთ, რომ მოიფიქროთ ან დაწეროთ 3 რძის პროდუქტი. აბა რა დაწერეთ თქვენ და რა დაწერეს ანამ, ნიკომ და დაჩიმ. ხაჭო, არაჟანი, კარაქი, კარაქი, ხაჭო, მაწონი, მაწონი, არაჟანი, ნაყინი. ხაჭო, ხაჭო, არაჟანი. დაჩისაც აქვს არაჟანი. წავშალოთ. კარაქი, კარაქი, ესეც წაიშალა. მაწონი და მაწონი. ესე იგი, ანას 0 ქულა, ნიკოსაც 0 ქულა და დაჩიმ ამ ტურში 1 ქულა მოიპოვა, რახან ახსენა ნაყინი, რომელიც სხვას არავის არ უხსენებია. აბა ეხლა თქვენ გაიმეორეთ ეს რძის პროდუქტები. მაწონი,
მაწონი, ხაჭო, ხაჭო, არაჟანი, არაჟანი, კარაქი, კარაქი და ნაყინი, ნაყინი. გადავედით შემდეგ ჯგუფზე. გამოდის, რომ ანას აქვს 10, ნიკოს 8, დაჩის 11 ქულა. ესე იგი, დაჩიმ გაუსწრო ანას 1 ქულით. ჯერჯერობით დაჩია პირველ ადგილზე. დაასახელე 3 ნივთი სამზარეულოში. გაგვთ 5 წამი. და აბა თქვენ რა 3 საგანი დაასახელეთ და შევადაროთ თქვენი სია, ანას, ნიკოს და დაჩის სიას. ანას აქვს ჩაიდანი, გასქურა და მაცივარი. ნიკოს აქვს ქვავი, ტაფა და კოვზი, სრულიად განსხვავებული მაგალითები და დაჩის აქვს მაგიდა, მაცივარი და გაზი, ან გასქურა. ჩაიდანი მარტო ანას აქვს, გასქურა ანასაც აქვს და დაჩისაც გასქურა, მაცივარი ანამაც ახსნა და დაჩიმაც მაცივარი და გამოდის, რომ ანას აქვს 1 ქულა, ნიკოს 3 და დაჩის 1. აბა თქვენ გაიმეორეთ ეს სიტყვები. ჩაიდანი, ჩაიდანი. გასქურა, გასქურა. მაცივარი, მაცივარი. ქვაბი, ქვაბი. ტაფა, ტაფა და კოვზი, კოვზი. დაასახელეთ 3 კერძი, 3 კერძი. აბა 3 კერძი დაასახელეთ. მოიფიქრეთ 3 კერძი, რომელ 3 კერძზე ფიქრობთ, განსაკუთრებით თუ გშიათ. ანამ დაასახელა სუპი, ლობიო და ღვეზელი. აქ გვაქვს ლობიო, ღვეზელი და სუპი. ნიკომ დაასახელა ხაჭაპური, ხაჭაპური, ასევე სუპი და სოსისი და დაჩიმ დაასახელა საცივი, ხაჭაპური და ბადრიჯანი. ბადრიჯნის სურათი აქ არ გვაქვს. აბა შევადაროთ სუპი და ასევე სუპი. ნიკოს აქვს ნათქვამი სუპი. ლობიო მარტო ანას აქვს, ღვეზელი მარტო ანას აქვს. ხაჭაპური, ასევე ხაჭაპური, 2 ხაჭაპურია და სოსისი. ნიკოს იღებს 1 ქულას სოსისში და დაჩი 2 ქულას საცივში და ბადრიჯანში. 2, 1 და 2. ახლა თქვენ გაიმეორეთ ეს სიტყვები. ლობიო, ლობიო, ლობიო. საცივი, საცივი. ღვეზელი, ღვეზელი. ხაჭაპური,
ხაჭაპური, სოსისი, სოსისი და სუპი, სუპი. ანა 13 ქულა, ნიკოს 12, დაჩის 14. ისევ ჯერჯერობით იგებს დაჩი. დაასახელე 3 სახის გამაგრილებელი სასმელი. 3 სახის გამაგრილებელი სასმელი. ლიმონათი, ლუდი და კოკა-კოლა, ლიმონათი, წვენი და ლუდი, ფანტა, წვენი, ლიმონათი. ლიმონათი ყველასთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმელი, ანასაც აქვს, ნიკოსაც და დაჩისაც. ლიმონათი, 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 ლუდი, ლუდი, ანას და ნიკოს ორივეს აქვს ნახსენები ლუდი და ეხა დაგვრჩა კოკა-კოლა, და წვენი, წვენი და წვენი დაჩის და ნიკოს. ანას 1 ქულა კოკა-კოლათი, ნიკოს 0 ქულა და დაჩის 1 ქულა ფანტათი. აბა გაიმეორეთ. ლიმონათი, ლიმონათი, წვენი, წვენი, ლუდი, ლუდი. გავაგრძელოთ. დაასახელე 3 ყვავილი. 3 ყვავილი. იასამანი, ვარდი და ტიტა. იასამანი, ვარდი, ია, ენძელა, გვირილა. იასამანი, იასამანი, ანას და ნიკოს ხშირად ერთნაირი მაგალითები აქვთ. ვარდი, ანასაც და ნიკოსაც ვარდი და გვაქვს ტიტა. ნიკოს აქვს ია და დაჩისაც ია და ია. ესე იგი, ანამ დააგროვა 1 ქულა, რახან მას აქვს ტიტა, ნახსენები, ნიკომ 0 ქულა და დაჩიმ 2, ენძელა და გვირილა. დავასახელოთ ეს ყვავილები. ვარდი, ვარდი, ეს არის ია, ია, ეს არის გვირილა, გვირილა და ენძელა, ენძელა. ანას 15 ქულა, ნიკოს 12, დაჩის 17. ესე იგი, დაჩი ისევ პირველ ადგილზეა, 2 ქულით უსწრებს ანას. ამჟამად უნდა დავასახელოთ 3 ქვეყანა. იფიქრეთ 3 ქვეყანაზე. ანას აქვს საფრანგეთი, ჰოლანდია, ეგვიპტე. ნიკოს ამერიკა, ესპანეთი, იტალია. დაჩის ირლანდია, ისრაელი, ფინეთი. ესე იგი, 3-ვე სრულიად განსხვავებული ქვეყნები დაასახელა და 3-ვე იღებს 3 ქულას ამ კატეგორიაში. ეხლა დავასახელოთ 3 პლანეტა.
აბა თქვენ გაიხსენეთ ჯერ კიდევ 3 პლანეტა. აბა ანამ რა დაწერა? მერკური, ვენერა, დედამიწა. მერკური, ვენერა, დედამიწა. დედამიწა, სატურნი, ურანი და დაჩემ იუპიტერი, მარსი და პლუტონი. ესე იგი, ყველამ დაასახელა განსხვავებული პლანეტა. მარტო დედამიწა დაემთხვა ანასი და ნიკოსი. მაგრამ კარგი იქნებოდა თუ ეს პლანეტები ჩვენ თავისი რიგის მიხედვით ჩამოგვეთვალა. გონი არის მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი და მერე იუპიტერი, სატურნი, ურანი და პლუტონი. თუ არ მეშლება, ეს არის პლანეტები. მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. სატურნი, იუპიტერი, ურანი, ვიცი რომ ბოლო პლანეტა არის პლუტონი, მაგი მახსოვს. 2 და 3 ქულა. ანავი და 20 ქულამდე, ნიკოს აქვს 17 და დაჩის 23. აბა ვნახოთ ნიკო თუ დაეწევა ანას და დაჩის. დაასახელე 3 ტანსაცმელი. ტანსაცმელი. თქვენ თუ ჩემი სხვა ვიდეოები გაქვთ ნანახი, მე სხვა ვიდეოებზე ცალსალკე ვიმეორებ ტანსაცმელს, ან ხილს, ან ბოსტნეულს, ან კერძებს, ასე რომ ის ვიდეოები ამ თამაში დაგეხმარებათ. რა ჩამოწერეს? ჯემპრი, შარვალი და მაისური აქვს ანას. ნიკოს აქვს მაისური, შარვალი და წინდები და დაჩის კოსტიუმი, შარვალი და პერანგი. შარვალი გამეორდა 3-ვე მოთამაშესთან, შარვალი, ასევე მაისური და დანარჩენი ყველა განსხვავებული სიტყვებია. ესე იგი, ჯემპრი 1 ქულა, წინდები 1 ქულა და კოსტუმი და პერანგი 2 ქულა. აბა ჩამოვთვალოთ, ეს არის ჯემპრი, შარვალი, მაისური, წინდები, კოსტუმი და პერანგი. შემდეგი კატეგორია დაასახელე 3 წითელი საგანი. აბა რა საგნები, რა ნივთები და რა არის წითელი ფერის. წითელი ფერის ბევრი რამეა. წითელია მარწყვი, წითელია ყაყაჩო და წითელია საზამთრო. ასევე წითელია მარწყვი, ნიკომაც მარწყვი თქვა, სახანძრო მანქანა
და ბალი, წითელია პამიდორი, საზამთრო და ფანქარი. ფანქარი ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ რატომღაც დათში წითელი ფანქარი დაწერა. ესე იგი მარწყვი და მარწყვი წაიშალა, საზამთრო და საზამთრო ანასი და დაჩისი წაიშალა. ერთი ქულა ანას ყაღაჩოთი, ორი ქულა ნიკოს სახანძრო მანქანით და ბლით და ორი ქულა დაჩის პამიდორი და ფანქარი. აბა გაიმეორეთ მარწყვი. ეს რა არის? თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. ყაყაჩო, ეს საზამთრო, მართალია, საზამთრო, ეს სახანძრო, ეს რა ხილია? ბალი, მართალია, ბალი და ეს რა ბოსტნეულია? პამიდორი. მგონით რამოდენიმე კატეგორია დაგვრჩა, არც ისე ბევრი. ეხლა დაასახელეთ 3 საგანი აბაზანაში. აბაზანაში რა 3 საგანს ვხედავთ ან ვხმარობთ? აბაზანაში არის ჯაგრისი, კბილის ჯაგრისი, ასევე ხშირად აბაზანაში ყოველთვის არის საპონი, აბაზანაში არის უნიტაზი, სარკე, ისევ ჯაგრისი, კბილის პასტა, ნიკოს უწერია კბილის პასტა და ჯაგრისი, დაჩის უწერია რაკოვინა, ტუალეტი, ანუ უნიტაზი, ტუალეტი და ტუალეტის ქახალდი. ჯაგრისი, უნიტაზი და ტუალეტი, ანუ განსხვავებული სიტყვებია, მაგრამ ერთ და იგივე რაღაცას ნიშნავს. უნიტაზი და ერთი ქულა საპონი, ორი ქულა სარკე და კბილის პასტა და ორი ქულა რაკოვინა და ტუალეტის ქახალდი. აბა გავიმეოროთ ეს სიტყვები. კბილის ჯაგრისი, საპონი, უნიტაზი, სარკე, კბილის პასტა, რაკოვინა და ტუალეტის ქახალდი. ესე იგი ეს ყველა ნივთი შეგვიძლია ვნახოთ აბაზანაში. ძალიან ცოტა დაგვრჩა, ეს გრძელი გაკვეთილი გამოვიდა, მაგრამ იმ პირობას გაძლევთ, რომ მალე დავამთავრებთ. დაასახელეთ 3 სკოლის ნივთი. 3 სკოლის ნივთი. სამი სკოლის ნივთია ფანქარი, პასტა და წიგნი, ან ჩანთა, ფანქარი და წიგნი, ან დაჩიმ დაწერა რვეული, სახაზავი და კალამი. კალამი და პასტა ერთ და იგივეა.
ეხლა შევაჯამოთ ქულები, ფანქარი, ორჯერ არის ნახსენები, ფანქარი, პასტა ერთხელ, წიგნი ორჯერ, წიგნი და ესე იგი გამოვიდა, რომ ანას აქვს 1 ქულა, ნიკოს 1 ქულა და დაჩის 3 ქულა. როგორც ყოველთვის, ახლა ჩვენ გავიმეორებთ ამ ყველა სიტყვას. ფანქარი, პასტა, წიგნი, ჩანთა, ზუგჩანთა, რვეული და სახაზავი. ეხლა დავასახულოთ 3 რაღაცა, რაც დაფრინავს. შეიძლება იყოს ფრინველი, მწერი, ტრანსპორტი, რა დაფრინავს. ანამ დაწერა ჩიტი, ბუზი და ფუტკარი. ნიკომ დაწერა ასევე ჩიტი, თვითმფრინავი და ანგელოზი. ანგელოზიც დაფრინავს და დაჩის 3 მაგალითია: ფრინავი თებში, თვითმფრინავი და ვერთმფრენი. ჩიტი ნიკოსაც აქვს და ანასაც. თვითმფრინავი ნიკოსაც აქვს და დაჩისაც. ასე რომ თითოეულ მოთამაშეს ეკუთვნის 2, 1 და 2 ქულები. აბა გავიმეოროთ ჩიტი, ბუზი, ფუტკარი, თვითმფრინავი, ანგელოზი და მფრინავი თებში. აქამდე თუ მარტო რაც დაფრინავს, იმას გეკითხებოდით, ეხლა მინდა რომ დაასახელოთ 3 ფრინველი. ანუ ფრინველები დაფრინავენ, მაგრამ მარტო ფრინველების მაგალითი მოიყვანეთ. 3 ფრინველი. ნახოთ რა დაწერეს ჩვენმა ანამ, ნიკომ და დაჩიმ. ბუ, არწივი და ბეღურა. ნიკოს აქვს მერცხალი, ბეღურა და მტრედი და დაჩიმ დაწერა მერცხალი, თოლია და ბეღურა. ბუ მარტო ანას აქვს, არწივიც მარტო ანას აქვს, ბეღურა აქვს 3-ვეს დაწერილი, იმიტომ რომ ბეღურები ძალიან გავრცელებული ჩიტები არიან საქართველოში. მერცხალიც ნიკომაც დაწერა და დაჩიმაც მერცხალი და ბოლო ქულებია 2, 1 და 1. აბა გაიმეორეთ ბუ, არწივი, მერცხალი, თოლია, მტრედი,
მტრედი. ქულები შევაჯამოთ 28, 25, 35. დათში, ესე იგი ძალიან გაუსწრო დათშიმ ყველას. და ნიკო საკმაოდ ჩამორჩენილია. აბა კიდევ რამდენი ჯგუფი დაგვრჩა, იმედია ბევრი აღარ დაგვრჩა, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დაიღლებოდით ამდენი სიტყვების გამეორებით. დაასახელეს 3 ავეჯი, აბა რა 3 სახის ავეჯი მოგაფიქრდებათ. 3 სახის ავეჯი. ან საძინებელში, ან სასადილოში, ან ზალაში რა ავეჯი დგას. ანამ დაწერა სკამი, მაგიდა და თარო. ნიკომ დაწერა ტახტი, ლოგინი და თარო. და დათშიმ დაწერა ლოგინი, მაგიდა, კარადა. სკამი მარტო ანას აქვს დაწერილი, მაგიდა ანას და დათშის, მაგიდა, თარო ანას და ნიკოს ორივეს, ტახტი მარტო ნიკოს, ლოგინი ორივეს ნიკოსაც და დათშისაც აქვს დაწერილი. ესე იგი თითოეულმა მოთამაშემ აიღო 1 ქულა ამ ტურში და ეს არის ავეჯი, რაც დაასახელეს. სკამი, მაგიდა, თარო, ტახტი, ლოგინი და კარადა. 3 ბოსტნეული. თქვენ ჩემი სხვა ვიდეოები თუ გაქვთ ნანახი, მაქვს ბოსტნეულზე ცალკე ვიდეო გაკეთებული, ავეჯზე ცალკე ვიდეო გაკეთებული, საკვებზე და ასე შემდეგ. ასე რომ ამ თამაში 3-4-5 ბოსტნეულს ვასახელებთ ალბათ მთლიანობაში, მაგრამ ამ ჩემ სხვა ვიდეოებში უფრო ბევრ ბოსტნეულებს და ავეჯებს და ფრინველებს და სხვადასხვა კატეგორიის სიტყვებს ვასახელებთ და ვიმეორებთ. ასე რომ გირჩევთ, რომ ის ვიდეოებიც ნახოთ და იმ ვიდეოებითაც გაიმეოროთ სიტყვები. ბოსტნეული. პამიდორი, სტაფილო და კომბოსტო. ჩამოთვალა ანამ. სტაფილო, კარტოფილი და ლობიო დაწერა ნიკომ და პამიდორი, ბადრიჯანი და ხახვი დაწერა დათშიმ. პამიდორი აქვს ნათქვამი ანასაც და დათშისაც. სტაფილო აქვს ნათქვამი ნიკოსაც და ანასაც. კომბოსტო მარტო ანამ თქვა. კარტოფილი და ლობიო მარტო ნიკამ და ბადრიჯანი და ხახვი მარტო დათშიმ. ესე იგი 1 ქულა, 2 ქულა და 2 ქულა. გავიმეოროთ პამიდორი, სტაფილო, კომბოსტო, კარტოფილი, ლობიო, ხახვი.
სამი გარეული ცხოველი. მგონი პირველ სლაიდზე უფრო შინაურ ცხოველებზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ ახსოვს იმ სლაიდზე დავასახელეთ ძაღლი, კატა, ცხენი, ცხვარი და ეხლა იფიქრეთ გარეულ ცხოველებზე. სამი გარეული ცხოველი. რა გაგონდებათ? რა სამი მაგალითი? სპილო, ვეფხვი და ლომი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სამი მაგალითიდან ერთ-ერთი მაინც არის სპილო, ან ვეფხვი, ან ლომი. ნიკოსაც აქვს ვეფხვი, მელია და მგელი. ვეფხვი, მელია და მგელი და დაჩის ლომი, დათვი და სპილო. ვნახოთ რა ქულები დააგროვეს. სპილო 1, სპილო 2, ვეფხვი 1, ვეფხვი 2, ლომი 1, ლომი 2. ესე იგი, ანას აქვს 0 ქულა, ნიკოს 2 და დაჩის 1. აბა თქვენ გაიმეორეთ. სპილო, სპილო, ვეფხვი, ვეფხვი, ლომი, ლომი, მელია, მელია, მგელი, მგელი, დათვი, დათვი. და აღმოჩნდა, რომ შევაჯამოთ ყველა ქულები. იგი ანას აქვს 29 ქულა, ნიკოსაც 29 ქულა, დაეწია ესე იგი ნიკო ანას და დაჩის 38 ქულა, ესე იგი დაჩიმ ბევრად გაუსწრო ორივეს და პირველ რიგში გავიდა, გამარჯვებული არის დაჩი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს ცოტათი გრძელი გაკვეთილი გამოგვივიდა. იმედია ცოტათი შეისვენეთ ხოლმე სხვადასხვა სლაიდებს შორის და იმედია რომ თქვენ პერიოდულად ნახავთ ამ ვიდეოებს, გაიმეორებთ. შეგიძლიათ ყოველდღე გაიმეოროთ და ამითი უფრო გაგიჯდებათ სიტყვები. როგორც უცხო ენას რო ვსწავლობთ და საჭიროა გამეორება, საჭიროა ჩაწერა სიტყვების და ვარჯიში და გადახედვა, ასევე თქვენ დაგჭირდებათ და დაგეხმარებათ სისტემატიური ვარჯიში და სისტემატიური გამეორება ამ სიტყვების. და მთავარია რომ არ იზარმაცოთ და იმედი არ დაკარგოთ. ვიცი რომ ალბათ ზოგჯერ თქვენ გონიათ რომ თქვენ პროგრესს ვერ ამჩნევთ, გონიათ რომ არაფერი წინსვლა არ არის და არ ღირს ამ ვარჯიშების გაკეთება, არ ღირს ეს სავარჯიშოები, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად არის პროგრესი. ასე რომ ყოჩაღად იყავით და გააგრძელეთ ეს თქვენი ბეჯითობა. მომავალ შეხვედრამდე.